ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ შოუ-ბიზნესის საინტერესო ამბებს. ჯერ ქართულ სიახლეებს გავეცნოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. როგორც უკვე იცით, აჭარა მიუზიკლში გაიმართა ლონდონელი დიჯეისა და პროდიუსერის ფრიკნესტის კონცერტი, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს იყო დიჯეის მეორე ვიზიტი თბილისში. პირველად ის 2003 წლის ივლისში სტუმრობდა ჩვენთან და მაშინაც, ისევე როგორც ამჯერად, დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართულ მაყურებელს. მისი შემოქმედება იმედებით მოვედი იმედით რომ გავერთობი და ერთხელ მაინც ცოტა ისეთ ნორმალურ მუსიკას შემოგთავაზებს დიჯეი, იმიტომ რომ რაღაცა რა დიჯეები ყოფილა აქ არცოდაც არცერთი არ მომწონებია. ეს ვიცი რომ ძალიან კარგია და სხვათა შორის რამოდენიმე ძალიან ცნობილი მომღერლის რემიქსი ეკუთვნის და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გავერთობით. შეხება დღევანდელ სტუმარს, ლონდონელს, ის მეორედ სტუმრობს უკვე თბილისს და იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენში ყველაში, რომ ხედავთ რამდენი ხალხი მოვიდა დღეს, ყველანი სულ მოუთქმელად ველოდებოდით და მე იმედი მაქვს, რომ მეორედ მით უმეტეს ჩვენს იმედებს გაამართლებს კიდევ უფრო და ფანტასტიკურ დასამახსოვრებელ დროს გავატარებთ ერთად. ძალიან მომწონს საერთოდ საკლუბო მუსიკა და ვცდილობ მაქსიმალურად ხშირად ვიარო დისკოტეკებს და კარგად გავერთო და რაც შეეხება დღევანდელ პროგრამას, ანუ ფრიკნეს ვიცი რომ ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი შოუ იქნება დღეს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის 100 წლის თავისადმი მიწვლის საღამო გაიმართა, რომლის მოწყობის იდეა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და ამ სასწავლებლის მთავარ ქორეოგრაფს თამაზ ვაშაკიძეს ეკუთვნოდა. შესრულებული იქნა შტრაუსის დიდი ვალსი. კონცერტში მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ჯორჯ ბალანჩინის ძმისშვილი, კომპოზიტორი ჯარჯი ბალანჩივაძე.
მქონდა ესეთი ამბიცია ქორეოგრაფიის სასწავლებლებს და მე პირადად რომ მიგვეძღვნა დიდ მაესტროსთვის ნაწარმოები. და არ ვიცი ხალხი როგორ მიიღებს ამას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბალანჩინისადმი მიძღვნა სპექტაკლის ეს არის პირველი და ძალიან ისეთი ფაქტია. ნუ როგორც ქორეოგრაფი ნერვიულობ, მაგრამ მე ვფიქრობ ნორმალურად შეაერა ყველაფერი. ასეთი სპექტაკლის გაკეთება, არ ვიცი, ეს დიდი გამარჯვება ქორეოგრაფიული სასწავლებლის, მისი დირექტორის თამაზ ვაშაკიძის, შტრაუსსაც არაუშავდა მე ვფიქრობ. ანა კალატოზიშვილის, რომელიც არის მხატვარი, მისი არაჩვეულებრივი კოსტიუმებია. ძალიან ლამაზი იყო ბატონ ჯარჯი მაღალაშვილის მიძღვნა. შესანიშნავი იყო, მე ვფიქრობ ძალიან კარგი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გალერეა უნივერსში ქართველი ალპინისტების ფოტოგამოფენა გაიხსნა. თუ რა ხდებოდა ამ გამოფენაზე, ამას ჩვენი სიუჟეტიდან ნახავთ. სასიამოვნო პროცესია თვითონ ფოტოს გადაღება და სასიამოვნო არის რომ აი ამდენი ახალგაზრდა ახერხებს დაში გადაიღოს ფოტოები. რაც მეტი იქნება ასეთი ახალგაზრდები უფრო უკეთესია, რაც მეტი იქნება ასეთი გამოფენებიც, უფრო ლამაზი და უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება. საქართველოში პირველად ვატარებთ სამთო სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალს. საინტერესო სახელწოდებით ნიამორი, ეს არის კლდის თხა. ფესტივალი უკვე 19 იანვრიდან მიმდინარეობს, 27 ფილმი იყო და გეპატიჟებით დაჯილდოებაზე კინოსახლში სამარცს. რაც შეეხება ამ გამოფენას, ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი. აქ წარმოდგენილი არის სამი თაობის ფოტოხელოვნების, ხელოვანების, სამი თაობის ალპინისტების ფოტონამუშევრები, არის გურამთი კანაძის ნამუშევრები, ძველი თაობა, ასე ვთქვათ, შემდეგ არის ბიძინა გუჯაბიძის, ბენო ქაშაკაშვილის, გელაო თარაშვილის შვიათანა თაობა და არის ერთ დარბაზში მთლიანად არის 30 ფოტო სრულიად ახალგაზრდა ფოტოხელოვნების და ალპინისტების, სულ არის 10 ფოტოხელოვანის ნამუშევრები წარმოდგენილი აქ და საკმაოდ საინტერესოა, მე ვთვლი და ბევრი არის ფესტივალის ფილმებიდან კადრები ამ ფოტოგამოფენაზე. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.